სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დღის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შედეგად 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი, ჯამში კი პასუხისგებაში 14 ადამიანი მიეცა. საუბარია ქრთამის აღებაში დახმარების და თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე. დღეს აღნიშნული მასშტაბური ანტიკორუფციული ღონისძიების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა ბრიფინგზე ისაუბრა. 100%-იანი ეს დაფინანსება 50,000. დასკვნა რომ გაქვს, ესე იგი იმ დასკვნის საფუძველზე გეჭირება იქა რომ ამ ტერიტორიაზე არის მეცხრე საშიში ზონა და ეკუთვნის ადგილ მონაცვლეობას. სიტყვა შევასრულე. 2000 აღერა 2000-ის როგორ აღერა თუ გინდა გადაგით. ჯერა შემი ინდა გადათვალე შენ ძმა 2000 არის. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომ და ჩაბარების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით 300 აშშ დოლარი გამოართვა. დაკავებულია შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი, რომელმაც საცხოვრებელ სახლზე ადრე გაცემული გეოლოგიური დასკვნის ჩანაცვლების გზით ემიგრანტთა საცხოვრისით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული 50,000 ლარიანი თანადაფინანსების მისაღებად საჭირო ახალი საინჟირო გეოლოგიური დასკვნის დამზადების სანაცვლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის უფროსისთვის გადასაცემად ერთ-ერთ მოქალაქეს მოსთხოვა 3,000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 1,500 ლარი, ხოლო დარჩენილი 1,500 ლარის გადაცემა მოითხოვა დასკვნის მომზადების შემდეგ. თბილისსა და საგარეჯოში ყალბი დოკუმენტის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 მოქალაქე დავაკავეთ. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს ჰორიზონტი 23-ის დირექტორმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით შპს არქიტრავს ფიქტიურად მიაღებინა მონაწილეობა ტენდერში და მერიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სამუშაო მთლიანად შეასრულა შპს ჰორიზონტი 23-მა. ამავე დროს შპს ინსპექტას ზედამხედველმა პირებმა სამუშაოებზე გასცეს ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რის შედეგადაც მოხდა 89,727 ლარის თაღლითურად დაუფლება. ბრალდებული სახით პასუხისგებაში მიეცნენ შპს ლოგის დირექტორი, შპს სკ 2000-ის დირექტორი და IP თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის ტექნიკური ზედამხედველი. შპს ლოგის დირექტორმა შპს სკ 2000-ის დირექტორთან ერთად დაამზადა ყალბი დოკუმენტები, თითქოს და 3728 კუბური მეტრი მოჭრილი გრუნტი 178 რეისად გატანილი იქნა 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე. რაც სინამდვილეში შპს ლოგის მიერ არ განხორციელებულა და მოჭრილი გრუნტი გადაყარეს სამუშაოების განხორციელების ადგილას მდებარე ხევში. გრუნტის გატანის და განთავსების შესახებ ყალბი დოკუმენტაცია წარადგინეს თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიაში, სადაც ზედამხედველის მიერ შედგა ყალბი აქტი, რომელშიც მითითებული იყო, რომ 3728 კუბური მეტრი მოჭრილი მიწა თითქოს და გაიტანეს ლიცენზირებულ ნაგავსაყრელზე და აღნიშნული ყალბი მონაცემები ასახეს შესრულებული სამუშაოს აქტებში ფორმა-ორებში, რის საფუძველზეც შპს ლოგის გლდანის რაიონის გამგეობიდან ჩაერიცხა 104,290 ლარი.